მას შემდეგ, რაც მაია დვალაძემ მანჰეტენზე პირველი ქართული რესტორანი გახსნა, 4 წელი გავიდა. ოდა ჰაუსის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ გახსნის მომენტში ძალიან გაუმართლა. მინდოდა რომ გამეკეთებინა უფრო პატარა რაღაცას ვფიქრობდი, კაფე, ბარი, რაღაც ესეთ. გამოხდა ისე რომ ეს რა ქვია, ეს ჩემი პარტნიორი ყიდიდა ბიზნესს. მე მოვედი დაველაპარაკე, მკითხა ვინ ვიყავი, ქართველი, მეც ქართველი ვარ, ანუ დიდი ბებია და ბაბუა ირანელი ქართველები არიან და გადაწყვიტა რომ აღარ გაიყიდა ბიზნესი და ყოფილიყო ჩემი პარტნიორი. ამაშიც გამიმართლა რომ უბრალოდ საწყისი კაპიტალი როგორც ასეთი მე არ დამჭირვებია, დამჭირდა მინიმალური რაოდენობა, რომ დამეწყო გამიხსნა ოდა ჰაუსია. ბექა ბერაძემაც წითელი კომპასი, რომელიც ჯერ მარტო 1 წლისაა, პარტნიორებთან ერთად გახსნა. ამბობს, რომ რესტორნის ბიზნესის დაწყება მანჰეტენზე სულ ცოტა $400,000 ჯდება. თავისუფლად შეიძლება 9 მილიონზე მინიმუმი არის ალბათ 400-500,000 რაც შეიძლება დახარჯო, რომ აი სრული რესტორანი ან ნებისმიერი საკვები ობიექტი მოიყვანო სრულ ყოფილებაში. ავთანდილ ჩხეიძეს 3 წლის წინ რესტორან ძველი თბილისის გასახსნელად კერძო კაპიტალის მოზიდვა დასჭირდა. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ მისი თქმით ბანკი კრედიტზე იოლად წამოვიდა და მოგვიანებით როცა ბაღის გასარემონტებლად კრედიტის აღება გადაწყვიტა, ის 10%-იანი წლიური განაკვეთით აიღო. West Village-ის უბანში, სადაც ძველი თბილისი მდებარეობს, ფართის ქირაობა ძალიან ძვირია. სადღაც $25,000-მდე ადის თვეში ქირა. თვითბრუნვა მერყეობს სეზონიდან სეზონზე, ჩვენ უკვე 3 წელი ვართ აქ, სადღაც $60,000-დან $100,000-მდე თვეში არის ბრუნვა. არც ისე იოლია, როგორც ყველას გონია, მე მინდა პირდაპირ გითხრათ, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია ამ ქვეყანაში თუ ადამიანი მოინდომეს და შრომის უნარიანია. რაც შეეხება მომარაგებას, საქართველოდან ოდა ჰაუსს მარტო უცხოსუნელი და ყვითელი ყვავილი შემოაქვს. დანარჩენს ან ადგილზე ყიდულობს, ან თვითონ ამზადებს. ქართული ღვინის მწარმოებელ 2 კომპანიასთან თანამშრომლობს, მარანი და ხოხბის ცრემლი. მაია დვალაძემ ოდა ჰაუსის უკვე 2 ფილიალი გახსნა. დამწყებ ბიზნესმენებს ურჩევს პირველად აუცილებლად უნდა ნახონ კარგი ადგილი. იმიტომ რომ ადგილზე არის დამოკიდებული შენი წარმატების 90%. ამაში მე დავწმუნდი ნიუ-ჯერსში გახსნილ რესტორანისა გამო. მეორე მოძებნონ კარგი პარტნიორი და მესამე ურჩევდი რომ აუცილებლად გახსნან. იმიტომ რომ ჭირდება ამ ქალაქს. 1 და 2 კი არა, გეუნებით კიდე 100 რესტორანი რო იყოს, ეს ქალაქი თავისუფლად აიტანს და უკეთესია ყველასთვის, აბსოლუტურად ყველასთვის. და მე უნდა უსურვო ყველას, ვინც გაივლო გულში რომ უნდა გააკეთოს, ვინც დაგეგმა რომ უნდა გააკეთოს, ვინც უკვე გადაწყვიტა რომ უკვე უნდა გააკეთოს, წარმატება მინდა უსურვო სულ ყველას. თუ რამე შემეძლება რითი შემეძლება დავეხმარები, იმიტომ რომ ჩემთვის უფრო სიამაყეა, რაც უფრო მეტი ვიქნებით ქართველები. ამაში მფლობელები საკუთარი გამოცდილებითაც დარწმუნდნენ. ავთანდილ ჩხეიძის თქმით, ხშირად როცა უქმეებზე ადგილები არ ყოფნით, ქართული სამზარეულოს მოყვარულ ამერიკელ სტუმრებს ისინი ერთმანეთს უგზავნიან. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ნიუ-იორკი.